შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს. დაკავებულია 59 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული. მათ შორის 5 კანონიერი ქურდია. მათ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, კანონიერი ქურდობა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა. დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვისაა ნასამართლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აღნიშნული საპოლიციო ღონისძიება მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ ყოფ ეგრეთ წოდებულ კანონიერ ქურდებთან, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ ქურდული სამყაროს საქმიანობაში. ასევე დგინდება, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ეგრეთ წოდებული ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ ყოფი კანონიერი ქურდებიც მონაწილეობდნენ. ბრალდებულები შეკრებებზე ეგრეთ წოდებული ქურდული ტრადიციების შესაბამისად გადაწყვეტილებებს იღებდნენ ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დაემორჩილებოდნენ მათ მითითებებს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მიმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ ყოფ კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ. გარდა ამისა, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 სეკუნდა, 223 ტერცია და 223 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ჩაიდენს დანაშაულებრივ ქმედებას, კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება. ჩვენი მთავარი მიზანია მაქსიმალურად უზრუნველყოთ საზოგადოების უსაფრთხოება და დავიცვათ საქართველოს თითეული მოქალაქე.